წელს 1924 წლის აჯანყებიდან 100 წელი გავიდა. მაშინ შეფიცულთა რაზმი რუსების და გარუსებული ქართველების კომუნისტურ მთავრობას დაუპირისპირდა და აჯანყების გზით სცადა საქართველოს ოკუპანტისგან გათავისუფლება. ყველაფერი კი ასე დაიწყო. მას შემდეგ, რაც ქაქუცა ჯარიდან წავიდა, ის არალეგალურად ინახავდა თავს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. 1922 წელს ტყეში გასვლის წინა ხანებში მას სიღნაღის მაზრის ერთ-ერთი სოფლის ადგილობრივ ხელისუფალთან მცირე შეხლა-შემოხლა მოუხდა, რის შემდეგაც ქაქუცა დაატუსავეს. თურმე სიღნაღის რევკომში ჩეკას საიდუმლო ბრძანება ჰქონდათ მიღებული, რომ თუ სადმე გადააწყდებოდნენ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს, შეეპყროთ და დაუყოვნებლივ თბილისში გადაეგზავნათ. საბედნიეროდ იმ დროს სიღნაღის რევკომში მსახურობდა 1000-ეულის ყოფილი ოფიცერი, ვინმე დათა გომელაური. მან ჩეკას ბრძანება გადამალა და ქაქუცას მეგობრებს შეატყობინა მისი დატუსაღების ამბავი. იმავე ღამეს სიღნაღის მაზრას თავს დაესხა 6 შეიარაღებული პირი. მათ პოლიციელებს იარაღი აჰყარეს, კარგად მიბეგვეს და ქაქუცა გაათავისუფლეს. 2-3 დღეში ეს 7 ადამიანი ალვანის ტყეში გავიდა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სამზადისს შეუდგა. მათ შეფიცულთა რაზმი ეწოდათ. პირველი შეფიცულები იყვნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილი, მიხა ბალიაშვილი, ვანო თამაზაშვილი, სოსოლო საბერიძე, მიშა ნაცვლიშვილი, ჩითინაშვილი და ქიზიყელი ბიჭი ქარუმა. მათ საქართველოს რუსული ხელისუფლებისგან უნდა გაეთავისუფლებინათ.